მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში ნახავთ. Top Speed-ის ახალ ფილიალს ქუთაისში მათივე ნაჩუქარი ავტომობილით ვეწვიეთ. რა მოხდა გზაში? რამდენად მნიშვნელოვანია გამართული ავტომობილის საქალაქთაშორისო გადაადგილებისას და შეუძლია თუ არა ზაფხულის საბურავს თოლში გადაადგილება? ეხლა მივდივარ ოკამში, BMG ავტოს ბიჭები არიან ჩავარდნილები და უნდა გადავარჩინო იმ ჩინურით, რომელსაც სულ დაცინის დანელია განსაკუთრებით. ცხოვრებაში პირველად ვიძახი იმას, რომ აი გამიხარდებოდა, რომ რენოტი ყოფილიყავი და არა ამით. ასევე გაიგებთ, რამდენად მარტივია დღეს საქართველოში მოტოტრანსპორტის მართვის მოწმობის აღება და რა არის პირველი ნაბიჯები მათთვის, ვინც მოტოტრანსპორტზე გადაჯდომას ფიქრობს. მარცხნივ, დენელა. მეშლება მარჯვენა და მარცხენა. სტუდიაში გვესტუმრება მოტოინსტრუქტორი გიორგი ხუციშვილი. განვიხილავთ საქართველოში მოტომიმართულებით არსებულ მთავარ პრობლემებს. ძალიან ბევრი დომახეთ მაგის გამო, რომ ლიტრიანი უნდა და გამიტრუხდა და რა გაგიტრუხდება, ბიჭო, რა ტარება იცი. ვაფშე აზი არა ხართ ეს მანქანის გოლს. ვაფშე მოგებ და როგორც მოგეხსენება, Top Speed-ი გაიხსნა ქუთაისში. ძალიან მაგარი ამბავი არის. ქუთაისელებისთვის განსაკუთრებით. იმიტომ რომ ქუთაისში ძალიან ბევრი სპორტული ავტომობილი არის და ეს სფერო განვითარებული არის ქუთაისში. თან როგორც გავიგე მე ქუთაისში ტრეკის გახსნასაც აპირებენ. კი, აი როგორ იქნება ეგ ძალიან ალბათ სამომავლო. კი, ალბათ ცოტა შორეული პერსპექტივა 5-6 წელი. ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მაინც მოესწრებიან იმედი. 6 წელიწადში კლავ თუ რა შვილი. არა, ანუ ზოგადად ვიძახი რა. რაც ყველაზე საინტერესო იყო Top Speed-ის გახსნაზე, ჩავედით ჩვენი Top Speed-ის მანქანით. რომელიც არ არის გამართული და ბატონო ნიკა შელიამ აიჩემა რომ მოდიო წავიდეთო და გიორგიმ ზაის სამთრის საბურავები რა უბედურება არისო და დავაყენოთ სპორტული საბურავები. მე არ მithქვამს ავტომობილზე ეყენა სპორტული საბურავები. სამთრის ეყენა და დავაყენეთ სპორტული. არა, სამთრის საბურავები არ ეყენა. ეყენა ხო და მოხსენით, მაგრამ ჩვენ არ გქონდა განსაზღვრული რომ მაგ ავტომობილით ქუთაისში წავიდოდით. ან ქუთაისში თუ მოთოვდა. მოდი ესე ვთქვათ რა. მოკლედ ქუთაისში პროგნოზმა მოგვატყუა. ამინდის პროგნოზმა მოგვატყუა. კი, და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხვათა შორის იყო, რომელი 2 მარტი თუ 3 მარტი იყო ეს პერიოდი და უკვე ის კანონიც რო გადასულია, რომ აღარ არის სავალდებულო ეს სამთრის საბურავები. აი ზუსტად ამ სიტუაციაში ჩავრჩით ავტობანზე. მე უკვე ვინ გვიშველა, როგორ გვიშველა, მაგას უკვე Top Speed-ის სიუჟეტთან ერთად განახებთ. მოკლედ, ჩამოვედით ქუთაისში, ჩვენი Top Speed-ის ავტომობილით და გვაქვს ძალიან მაგარი ამბავი ქუთაისელი ავტომოყვარულებისთვის. ქუთაისშიც გაიხსნა Top Speed-ის მაღაზია და მოკლედ შეგიძლიათ ყველაფერი, რასაც თბილისში ყიდულობდით ხოლმე, აქაც შეიძინოთ. ეხლა შევიდეთ შიგნით, დავათვალიეროთ, რა პროდუქცია არის, რა გვაქვს, რისი ყიდვა შეგვიძლია და რითი შეგვიძლია, რომ გავაბედნიეროთ ჩვენი გულები და გავალამაზოთ ჩვენი ავტომობილები, როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად. მოკლედ, ესეთი ლამაზი სივრცე დაგხვდებათ, როდესაც მოხვალთ ქუთაისის Top Speed-ის ფილიალში და როგორც ჩვენ ავტომოყვარულებს გვიყვარს, აქ არის საერთოდ ყველაფერი. გამშვები კოლექტორები, დაუნფაიფები, ეს ძალიან საინტერესო რაღაცა არის დღევანდელი კანონიდან გამომდინარე და ძალიან საჭირო ნივთი არის, ალბათ ხვდებით მე მგონი რაც არის. ფაიფები, ინტერკულერები, ჩარჯ ფაიფები, გვაქვს ტურბოები, ოილ კეჩები, ეგრეთ წოდებული ზეთის რეზერვუარები, მოკლედ ყველაფერი დაგხვდებათ, რადიატორი, ასევე ყველაფერი დაგხვდებათ საერთოდ, რაც თბილისში Top Speed-ის მაღაზიაში შეგხვედრიათ. და რა თქმა უნდა, სპორტული ფილტრები. მოკლედ ავტომობილს რო ვყიდულობთ, პირველი რითი ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ვაყენებთ სპორტულ ფილტრს. ასევე არის საჭეების ძალიან დიდი არჩევანი, ეგრეთ წოდებული დამატებითი სენსორები, იმისთვის რომ ჩვენი ძრავი და ჩვენი ავტომობილი დავიცვათ და რაც მთავარია, ნივთი, რომელიც აკრძალული გახდა საქართველოში. ულამაზესი მაყუჩები. იმედი მაქვს, რომ მაყუჩების თემაც ძალიან მალე დავაგდება და ამ ზაფხულს ავტომოყვარულები შვიდად წყნარად გავატარებთ. ყველაზე მთავარი კენდენის ფილტრები. მათ ვისაც არ გიყვართ თქვენს ავტომობილში, ასე ვთქვათ, ესე მასიურად ჩარევა და გინდათ რომ რაც შეიძლება ქარხნულად დატოვოთ რაღაცეები, ანუ არ გინდათ cold air intake-ის დაყენება, ანუ ცივი ჰაერის intake-ის დაყენება, არ გინდათ რაღაც ზედმეტი გადაკეთებები, ყველაზე მაგარი გამოსავალი არის ეს ფილტრები, რომელიც დგება ქარხნული ყუთის კორპუსში. თქვენ შეძლებთ რომ ნებისმიერი დედალი, რასაც იყიდით, შეძლების დაგვარად აქვე დაამონტაჟოთ. საუბარი მაქვს ეგრეთ წოდებულ ფლიანენცებზე, როგორც ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები ეძახიან ხოლმე.
სერვისი არსებობს, არის და ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, თუნდაც ფილტრის დაყენება, თუნდაც ელემენტარული რაღაცეების გაკეთება. ეს ძალიან მაგარი ამბავია, მე მგონი, ქუთაისელი ავტომოყვარულებისთვის. აღარ მოგიწევთ თბილისში რაღაცეების შეკვეთა და მერე ლოდინი. მე როგორც ვიცი, ქუთაისში ძალიან ბევრი ავტომოყვარული არის და ძალიან მაგარი პროექტები იწყობა. ასე რომ ქუთაისელებისთვის მე მგონი ძალიან კარგი ამბავი არის. ტოპსპიდიდან გამოსულებმა აღმოაჩინეთ, რომ საბურავი დაშვებულია. საბურავმა დაიშვა და არ მუშაობს 12 ვოლტის. არა გვაქვს 12 ვოლტი, ამიტომ ვაკეთებ შემდეგ რაღაცას. ესეთი ძალიან მაგარი დასაბერი საშუალება მოყვა შელიას რენოს. რომელიც ახლა გადაიჭრება და აკუმულატორზე დაერთდება. საბურავის დაბერვასთან ერთად გადავწყვეტეთ ჩვენ მეგობარ გიორგი კიპაროიძესთან შეგვეულო და მანქანა დეტალურად დაგვეთვალიერებინა სანამ თბილისში წამოვიდოდით. მით უმეტეს კათოვდა. პეჩი არ გვაქვს. რულაოიც. ზეთი აღარ არის. ზატო ზაპასკა არის. ძმებო, ასევე პანკრატი გლუჩი არის. თუ რამე გუშველება. აბა ვნახოთ ჭირს რა მოვიდა. აქვე ახალი აღმოჩინა გვაქვს. ძალიან მაგარი რემენია ყენია, ხო არ ხატავთ. რომელი საათია? ჩვენებმა დაარეკეს რომ ავე არ წამოხვიდეთ ამ შუა გამეო თოვლიო რამეო იქ ზამთრის საბურავებიო ვადაგასული ვიყენიათო და ეს ქუთაისში ზამთრის ხო ზამთრის ქუთაისში უჩებით თქო რა და ამ დროს ჩვენ ჩვენ ახლა ვაწყობ მაგას რომ წამოვიდეთ თბილისში. ხო არა და ხვალ თბილისში არანაირი საქმე არ გვაქვს საერთოდ. აუხსენდა რომ ზეთი არ შეგვმოწმებია. ხო და ცოტა მინიმუმი. ვინა შეამოწმა დილით შევამოწმე და აი აქ იყო დაახლოებით. ეს არის მაქსიმუმს ოდნავ ქვემოთ. ეხლა აი აქ იყო რომ შევამოწმე. ხო, ნუ ეხლა დავქოქეთ რაღაცა ოდნავ მოიკლო, მაინც ჩავამატებთ ყოველ შემთხვევაში. ქუთაისამდე ჩამოვედით და შეჭამა რამდენი? არ შეუჭამი ნახევარი. ნახევარი ზეთი ნახევარი. რა ნახევარი ლიტր ნახევარი შეჭამა. ნახევარი. რატო ვატყუებ ხალხს? ნახევარი. სანამ მოგიყვებით თუ გზაში რა მოხდა, უნდა გადავახვიოთ თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე. სადაც აღმოვაჩინეთ, რომ მანქანაში გათბობა საერთოდ არ გვაქვს. არის კბილის პასტა, არისთვის გჭირდება კბილის პასტა. თაქარე მინაზე უსმენ, ხო? მე წავუსვი ახლა ყველგან. აი ესე კარგად, ხო და დანო გაწმინდავს უკვე ჩვენ აზელის. მოკლედ გავწმინდეთ. არა, ვეღარ ხედავთ. აღარ მინდა ძმაო და ზახში მინდა, აღარ მინდა რა. კანდიდატი ლოიყიდე ის მოვაშორო თორე. დაჭრილია დანელია. არ გაწმინდა ორი სურა არის. არა და მუშაობს. მე მგონი შელოს ტყილა ვეჩხუბე და მართლა მუშაობს. ნუ ჩემი იდეა იყო კაფი, მაგრამ დავკოკა და დანოს იდეა იყო წვერსაპარსის კაფი რა. კბილის პასტა კი მართლა გაწმინდა და ნახე რა კაია. აი მართლა გაწმინდა ხა. ეს იდეა ძია მოგვაწოდა თენგო გოგილაშვილმა, მადლობა თენგოს. ზია, ხო, მე ვიფიქრე რომ რამე ისეთი გვინდოდა რა, ალბათ ცხიმიანიო, ცხიმი ხო არის ორთქლება და კი, ცხიმი არის ორთქლება და მეთქი ცხიმით ხო და მოკლედ ეს გადავწყვიტეთ რა ძიას დაუჯერეთ. ხო და მადლობა. დაუბრუნდით ისევ ავტობანზე. დანელიას სიყოჩაღის შემდეგ ჩავრჩით თოლში. აი ამ ნიჭიერმა ეხა მანქანაში როზის მოდიოდით ბანზე ჩვენი არაჩვეულებრივი საბურავებით რენოლ სამებით და აქო მანქანა მოდიოდაო და გვერდზე გადმოვედიო რომ უკან არ დაერტყა ჩემთვის ისეთ თოლში ჩავრჩით აქედან ვერ ამოვდივართ არც გათბობა ჰიდრაულიკის ზეთის უკვე გათავდა მორჩა აღარც ჰიდრაულიკა ძრავის ზეთის 2 კუბიკზეა 6-დან. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯგუფში გავაზიარეთ, სადაც აღმოჩნდა რომ ნიკა აბაშიძეს არ ეძინა. მოდი აქ! გაიჩერე შე და მან მყისიერად განგვიცხადა რომ მან დიყავით ბიჭებო მოდივარო. წამოვალო რა დამაძინებსო, გამაგვიძესო. კორპუსთან თოვლი როგორც კი დაიდო, ყველა სასრიალო ჩემთან მოვიდაო და დაძდევდა საერთოდ სულ ყველას. გაამწარეს. დაძდევდა ივერა გაამწარეს, გააღვიძეს და ეხა მაინც ვერ დავიძინებო, წამოვალ ბიჭებო, დაგეხმარებითო ამოგიყვანთო და გზასაც გაგიკვალავთო ერთად ჩამოვიდეთო და
ველოდებით ნიკუშას, რავი, ერთი 50-60 მანქანამ გაიარა და არავინ არ გაგვიჩერა, რავი. ხელსაწვდით, მაგრამ ამაოდ. მოდი ეს დავარქოთ, რომ ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი თოლში რამდენად შეიძლება ზაფხულის საბურავით სიარული. ხო და არ შეიძლება. მოდი პირდაპირ უთხრათ ადამიანებს, რომ ზამთრის საბურავები აუცილებელი არის ავტომობილზე და როდის მოთოს არის? ხო, არასდროს არ გააკეთოთ ისეთ რაღაცაზე ეკონომია, აი მაგალითად ანტიფრიზზე არ გააკეთოთ ეკონომია, ყოველთვის კარგი ანტიფრიზი ჩაასხით, მინის საწმენდი ჩაასხით, რომ არ გაგეყინოთ და რის გამოც შეიძლება გზაზე დარჩე. ხო, და აუცილებლად სანამ ქალაქიდან გახვალთ, ეცადეთ, რომ ავტომობილს პატარა ყურადღება მიაქციოთ. ამიტომ გაუმართავი ავტომობილით, არასდროს არ წამოხვიდეთ ხოლმე. ეხა იტყვით, რომ ესენი ჩვენ გვარიგებენ ჭკუასო და თვითონ რითი არიან წამოსულ მაგრამ ნუ ჩვენც მაქსიმალური სიფრთხილით მოძრაობდით და ჩვენც მოგვივიდა რა. ჩვენ შეგვეშალა რა შეგვეშალა ერთხელ რა. არა, ჩვენ ისე წავით რომ დღეს წესთან უნდა ყოფილიყო თოვლი, მაგრამ ისე უცებ შეიცვალა ამინდი და აირია რომ დაგვათოვა გზაში, დაგვათოვა. ხო და მოგვიწია დარჩენა და რა ვიცი ველოდებით ნიკუშას. მოვა ეხა და იმედი მაქვს გვიშველის რა. და ნიკუშა ამ დროს როწერს თავის ვიდეოს. ეხლა მივდივარ ოკამში BMG ავტოს ბიჭები არიან ჩავარდნილები და უნდა გადავარჩინო იმ ჩინურით, რომელსაც სულ დაცინის დანელია განსაკუთრებით. ცხოვრებაში პირველად ვიზახი იმას, რომ აი გამიხარდებოდა, რომ რენოთი ყოფილიყავით და არა ამით. ნუ ეხლა ყავა თუ არა ვიღე ამამიჩია, ბა ისე როგორ გავიდებ. 50 წუთი აკლია. აი რა გინდოდა? დარჩენილიყავით გუდაიში, თბილად. მეორე დღეს გვეჭამა კაბაბი. იქ რა ვიცი, თეთრხიძე წავსულიყავით. რამე გვექნა. ნიკას თორებისგან გაღიზიანებულებმა გადავწყვიტეთ პატარა ფოტოსესია მოგვეწყო. აგერ ერთმა კაი კაცმა ეხა გაგვიჩერა მანქანა. ხო და ხო არაფერი გიჭირთო, ხო და არა მეთქი ხა ნიკა უკვე გზაშია თქო და თავს ხო არა მოუყვანინებდით მე ნიკას საქმე აღარ ხდებოდა. რატომ გადავწყვიტე გმირობა? იმიტომ რომ რთულია და რთული საქმეებიც ვიღაცამ უნდა აკეთოს. თან ყველას არ ყავს მონსტრი ჯეტური 2025 წლის ბლიზაკის საბურავებზე. ზოგი BMW-ი გადაადგილდება, რომელსაც ზაფხულის საბურავები უყენია და მას ეთხალს მე შველი. აუ მაგას ისეთი სიცივი არის. შენი ბრალია ფეჩი როგორ ვერ მოაგვარე მითხარი, ჰა? ამდენი ხანი ფეჩი როგორ ვერ მოაგვარე, ბიჭო, ფეჩის მოგვარებას რა უნდა? ბიჭებო, 21 წუთი გადამჭა, 22 და ისე მომასრიალა, ეხლა აქრო ლამის დაგიეგეთ ვეღარ ვაგრძელებ გზას თქო, ვიდეო რაღაცაზე ავედით. და აი ისიც. ნიკაც გამოჩნდა. ბიჭო, აქ რანაირად ჩავარდი? არ გითხო. როგორ ახარ? ჩვენი გადამჭენელი მოვიდა. ბარო. ანუ აქ ამ დაზე ეხლა მე გეკეთე როგორ ამოგიყვა თქვენ, მაცადე? ვით გვიშველი? ემუს ხუთლარიანი ესეთი საფერები მიგდია მანქანაში, ამან თუ არ გიშვათ მე დაგიბუქსირებ. ოპა, საინტერესო ტესტი გვეძლოდება. მაგრამ გაწვალდებით ბიჭებო, იმიტომ რომ დედა აქვს გზას ნადირები. აუ ეს რა ლამაზი ლოგოა ჯეტურის, გადავიყოთ. ჯეტური ყოფილა მანქანა ძმაო. აუ გზაზე ისეთი მდგომარეობაა. საშინელება ხდება ძლივს მოვდიოთ ერთ სამ-სამგან დავტრიალთ. ხო, აი რა კაცია, რა ჩავუდა რა. უკან დაუდა. ერთი უკან ერთი წინ და საუბრობ. უფრო ჩავაგდე. ბიჭო, უფრო ჩაგაგდეთ? ნიკა სამაშველო ოპერაცია
დამთავრდა წარმატებით. ემუს ხუთლარიანი რაღაცეებით. აი ესე რა კირთულია გმირობა, მაგრამ რო ხედავ შინ გადარჩენილ ხალხს მერე. აი ყველაფერი სხვანაირად მიდის რა. ერთად ვიაროთ თქო და ნახეთ რამდენით მიდიან. მეტს ვერ მიდის ბუქსაობს. გიო, მოტოს სწავლა დავიწყე. აი, დაცინვებს რენო ხო ყავს და ბედნიერი ადამიანი ხარ. ხო. კოლოფში ზეთი მე უკვე შეგიძლია რენოს აგერ მოტოციკლებს ვიყიდე. რამდენი თვე გავიდა რაც რენო ყავს. 3. 3.5. არა. არა, ხო? ჯერ არ უწევს. არ უწევს. არა. 120.000-ზე უწევს შესვლა. მე დაველოდებ. აი, მოდი მაგას თავი დავარდოთ. ეხლა გაგიზერებ ჩემ ემოციებს. შენ არ ხარ მოტოზე? კი, ხონია მოტოციკლი. რომელ მოტოციკლებზე? კროსი. მოტოს მარცხნივ წვმა გააქვს? არ მაქვს, მაგრამ პარამის არ ხარ. არ დარო. კი ბატონო, მოკლედ ვიარე პირველად ვიჯექი მოტოციკლებზე, ზუსტად 10 წუთში, რო დაურეკე გიოს, რომ მეთქი ესე სწავლა მინდა რაღაცა თქო, 10 წუთშიო საგამოსტო მანევრს ჩაგაბარებინებო რა. და შენც გგონია რომ მოტოციკლეთის მართვა იცი? ჩავაბარე. ჩააბარე. მაგრამ მოტოციკლეთის მართვა იცი კარგად? აი რაც ვიარე და რაღაცა ძალიან გაუთამამს. ანუ საგამოსტო ადგილის იგით არ უნდა გახვიდე. არა, როგორ არა დიწრეზე წავედი. დიწრეზე წავედი. სხვათა შორის როცა ამ სიუჟეტს წერდით, გავიგებ დიდი შეჯახების ხმა და ავედით გვერდზე და მოტოციკლეთს დაიჯახა ავტომობილი, ნუ ყველა იმ ქალბატონს ვაწყნარებდი ტირო და ნუ ამას არაფერი არ ჭირდა. მოტოციკლეთს დაიჯახა ავტომობილი. ხო. ატრიალებდა ის ადგილას, სადაც შემოტრილება არ შეიძლებოდა და ნუ ეგეთი ინციდენტი მოხდა. ეგ რო დავინახე, მეთქი დროებით დავაკერებ. მოდი გადავდოთ ჩემი მოტოციკლეთის ამბავი. მოტოციკლებზე გადაждობა და ნუ ეხლა განახებ სიუჟეტს, თუ როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ პირველი ნაბიჯები მოტოციკლებზე და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, ესეც უნდა ვაღიაროთ და ძალიან დიდი მადლობა გიორგის. დანარჩენს უკვე სიუჟეტში ნახავთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მახათას მთაზე, სადაც ველოდებით გიორგი ხუციშვილს, მოტო ინსტრუქტორს, რომელიც ჩამიტარებს პირველ გაკვეთილს პატარა ინსტრუქტაჟს თუ როგორ უნდა დავიწყოთ მოტოს მართვა. მე მოვედი ჩემი ჩაფხუტით. მაგარი ჩაფხუტი არ დაეცექვია ამ ჩაფხუტს რა ვიცოდი მეგობრებო. ხო, ანუ ვურთხილდები რომ არ დავარდეს, რომ არ გატყდეს ყოველი შემთხვევაში. ხელიდან არ გაგივარდეს. კი ბატონო. მინდა დაწყება. კი ბატონო, მოტოციკლებზე გადმოждობა გინდა, იმიტომ რომ საცობია მოიმატა ეს. შეიძლება ითქვას. ანუ ცდა მაინც მინდა. კი ბატონო. ხო, რა შეიძლება. მოგეთ მე გეტყვი 2014 წლის 15 დეკემბრამდე თუ გაქვს აღებული B კატეგორია, თეორიის ჩაბარება არ გიწევს. მიდიხარ რიგის და ყოველგვარი რაღაცების გარეშე, მხოლოდ ფსიხოს აიღებ და პრაქტიკაზე გადიხარ ეგრევე. ანუ ეგრევე მოტოციკლს გახვედრები და ჩდები. დღესვე გასწავლი მოტოციკლს ისეთ არებას, რომ საგამოსტო მანევრებს ჩააბარებ და მინდა ხალხს უთხრა, რომ მარტო გამოცდის ჩაბარებით არ ნიშნავს ის, რომ მოტოციკლეთის მართვა იცით რა. ძალიან სახიფათოა და ავარების უმრავლესობა იმიტომ ხდება, რომ მარტო გამოცდას აბარებენ და აი შენ თვითონ რო გაგატარებ, მე შენი აზრი დააფიქსირე, რომ აი ამ გამოცდილებით ხალხი უნდა გადიოდეს თუ არა ქალაქში, ოკეი? კი ბატონო. კი ბატონო. მარცხენა მხრიდან ვჭდებით ყოველთვის მოტოციკლის საიდკენას არის დახრილი ნოშკით. თავდაცვის მიზნით ყოველთვის საჭირო რომ ჩაფხუტი იყოს ყოველთვის შეკრული, ოკეი? ეს ყოველთვის გაითვალისწინებთ. ესე იგი, როლს გავასწორეთ. პირველი, როგორც მანქანაზე რომ კარებუნა მიხურა და მე დაქოქო, ეგრე არის მოტოციკლზე ფეხის ნოშკა, იგივე. ანუ ამას ეს ხო? კი. კი ბატონო. ახლა ნახე რას უნდა დავაკვირდეთ. ეს არის მარცხენა. ცეპლენია, კონუსი იგივე. კონუსის მოჭერის გარეშე არ ვთავთ სიჩქარეებში. არც ვჩერდებით. როგორც მექანიკაზეა რა ცეპლენი რომ მიახმარო არ ჩაქრეს და რაღაც. გადავთავთ ისე ჩაქრება. არ ჩაქრება, მაგრამ კარუკას გააფუჭებ თუ ქვის ჩიპტერია რო გვაქვს. აჰა, ოკეი. ეს არის ავარიო კლაჩი რა. ყოველთვის დაიმახსოვრე რომ ქვედა ნაწილზე ღია ისარზე უნდა იყოს რომ დაიქოქოს. ოკეი? მარჯვენა მხარეს გვაქვს წინა ტონუზი, რომელზეც ნახე 1 ან 2 თითი უნდა მოკიდო, იმიტომ რომ მთლიანად რო ხელი მოკიდე, რეფლექსურად მოგეჭირება და შეიძლება რული დაგიკეცოს და დაგაგდოს. ხოლო შენგან მარჯვენა მხარეს გვაქვს ფეხის უკანა ტონუზი, პედალი, 70% წინა ტონუზით ვიწყებთ, 30% უკანა, ანუ უკანა უნდა იყოს მაშველი ტორმუსი. ვაღებთ ზამოქს იგივე გასაგებს ვატრიალებთ. ეს მოტოციკლეთი იმიტომ ვიყიდე, რომ არ აჩვენებს სიჩქარეებს. ანუ შენმა გონება უნდა დაიმახსოვროს, როგორც მანქანაზე ყურებას ხوار და უწევ. შენ რო სპიდომეტრზე ყურება დაიწყო, ქვემოთ იყურო რა. ბალანს დაკარგავ და წინ მიმავალს ან რაღაცას დაიჯახები რა. სხვაგან წავ, ველოსიპედზე ხო გაგიხედია გვერდზე, გაიხედავ და უზეთ ხეზე ხარ რა. ეგრე არის აქაც.
მოტოციკლეტის პირველი თავარი მნიშვნელოვანი რამ. თუ გინდა რომ მოტოციკლეტი გამოყვეს, იქ იყურები სადაც გინდა რომ წახვიდე. ხო ხტები რასაც გეუბნები? ველოსიპედითაც ხო იყურე, აი მოსახვეში ახლა ხო შედიხარ, წინ ხო არ იყურებ, იმ კუთხეს უყურებ და მოყვება. აქაც იგივე პრინციპია, საიდკენას გაიხედები, აი პირდაპირ უყურებ, პირდაპირ წავალ. მოხვევა რომ გვინდა, ნახე, რულს უხვევ და განა აქ ვიყურები, 60-70 გრადუსით ვიყურები იმ კუთხეში, სადაც მინდა რომ მოტოციკლეტი გამოყვეს. თუ სწორად გაიხედები, მოტოციკლეტი სწორად გამოყვება. მოკლედ, მარტო გახედვა არ უშველის, ხო? გახედვა და რულის ის, ანუ რომ გაიხედე, ის ხო, მარტო რომ გაიხედო, ყვითელ მასტიკაში ხარ თუ ლუჯი ახლა. მოკლედ, ნახე, პირველი რასაც ვაკეთებთ, მარცხენა მხარეს სიჩქარეები გვაქვს. ნახე ფეხზე, ფეხის წვერი. შემოხედე, ხო? ცეპლენს რომ მოვუჭერ ზემოდან ჩაარტყავ პირველია. ხო. ქვემოდან რამდენჯერაც ამოარტყავ ძლიერად, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. ოკეი? თუ გინდა რომ ნეიტრალში ჩააგდო და რაც თავარია გამოცდაზე ნეიტრალში უნდა დაქოქო, პირველსა და მეორეს შორის არის ნეიტრალი. ანუ ეხლა რას ვაკეთებთ? თუ უხეშად არ ამოარტყავ, ეხლა ცეპლენს მოვუჭირე და ქვემოდან ზემოთ ნელა ამოარტყი. და ნახე ნეიტრალი ანთო. ეს არის ნეიტრალი. ნეიტრალში დაქოქავ და მე ცეპლენს მოვუჭირე და ისევ ზემოდან ჩაარტყავ პირველში. ესე პირველია. ხო, რო დაქოქავ, მე ჩაარტყავ ძლიერად და ეხლა ეგრე არ ჩავარდება, კარუკას გაფუჭებ. ნახე, იმისთვის რომ რახან არ აწერია მიხვდე რომ ეს სიჩქარეში, აი სიტყვაზე, აი პირველში. პირველში რო ჩააგდებ და კიდე ჩაარტყავ, გამაგრდება ქვემოთ აღარ მიდის. და შენი გონება იმახსოვს რომ აი ნახე პირველ ამის ქვემოთ სიჩქარე აღარ მაქვს, ესე იგი პირველშია. და ხანდახან ქვემოდან რო ხშირად ამოარტყავ და უკვე ამის ზემოთ აღარ ადის, ანუ მაქსიმალური მეხუთე ან მეექვსე სიჩქარეა რა, ზოგს 5, ამას 5 აქვს. უმეტესწილად 6-ია ხოლმე რა, გააჩნია სტილს და კუბატურას. და რომ ამოარტყავ და აღარ მიდის, ესე იგი სულ მაღალ სიჩქარეზე ხარ და გონება უკვე გეხმარება რა, იმაში რომ აი ამ სიჩქარეში. აი მოკლედ ნეიტრალურ მდგომარეობაში გვაქვთ. აი ამ ელვით. მიაჭირე? მიაჭირე. და გავუშვი. ეს არის გაზი, იმისთვის რომ გაზი არ გაგვექცეს. თუ გაზი გაგექცე, ცეპლენას მოუჭერ, სავარო სიტუაცია შეგიქმნება და ანუ გაზი აღარ მიეცემა, ხდები? ხო, მანქანაზე როგორც არის, ხო. ხო და ნახე, ეს მაჯა ცოტა ჩატეხე. არა, გაუშვი ეგრე. რომ გაზი აღარ გადმოგეწეს, ხდები? ვსო. ეხლა ნახე, პირველში ჩააგდე, მარცხენა ფეხით პირველში ჩააგდე. ვსო. ფეხის წვერი ჩაარტყი ზემოდან. ნახე, მარჯვენა ფეხი ყოველთვის გვიდგას ძირს ბალანსისთვის მარცხენა მოტოზე. და ფეხი ოდნავ წინ გაწიე, რომ გაგორების დროს ფეხი გააყოლო და მერე შემოდრა. მიხდი? ეს. ხო, ოდნავ წინ ქონდეს ფეხი, მარჯვენა ფეხი ოდნავ წინ, ბალანსი დააბალანსე და მოდი ახლა წინ ვიყურებით, აქ არ უყურებთ, არაფერი არ წერია მანდ, წინ ვიყურებით ცეპლენიას ნედნელა რომ გავუშვებ. ნახე მოჭიდების ძალას გრძნობ, რა როგორც მანქანაზე. იქ უნდა გააქვაო ხელი. ხო. კარგად რომ გაგორდები, მერე გავუშვა ხელი. ხო, როგორც მექანიკაზეა რა მანქანაზე. ხო, ახლა ნედნელა წინ იყურე. აი გააქვავი ხელი, არა, ნახე. არ გაუშვა. იმ ადგილას დააფიქსირე ხელი, ნახე, აი ხო გაუშვა, დავაფიქსირე, მივგორაო, 1 მეტრი გავიდა და მერე გავუშვა. ხო. ცეპლენი მოჭერიზე როგორც მექანიკაზეა დაქოქე. ვიცო? არ გინდა განეიტრალო. სიჩქარე შეგიძლია რომ დაქოქო ცეპლენი მოჭერიზე. ჩააგდე პირველში. დავა, ეხლა წინ იყურე, ნენელა ხელი გაუშვი. დავა. წინ იყურე, ცეპლენია და გაუშვი. წადი. ეხლა იმისთვის რომ მოუხვიოთ, როგორც ველოსიპედზე გამოხედე, აქეთ გამოხედე და ნელა მოუხვია. გამოხედე? ნუ გეშინი, არ გადაყირავდება ბაიკი. გამოხედე? სულ ეს არის შენი ბაიკის მართვა. ნუ უბრალოდ ტარებას ვეძახი, ეს დიღმი მინდოზე ტარება, ხო იცი? ხო, ეგ არის რა. ანუ ტანის გადახრა რაღაცა. ხო, ტანის გადახრები, მე უკვე არის კონტრგადახვევები და იმენა გადაყოლა მოტოციკლებზე. ჯერჯერობით აქ ბაიკი უბრალოდ ბალანსი რომ დაიჭრო. გაზი არ გაგექცეს. მარჯვენას მაჯა აკონტროლ. რა არის? მაგას უყურებ კაკრას. ხო. პირველი ხარ ხო ბაიკს? კი. როგორ შეგზნება? ძალიან მაგარი. შვიდით მიგორავს და მაგარიაო. ძალიან კარგი. ანუ გაჩერება თუ გინდა ცეპლენიასთან ერთად, ხო? გაჩერება თუ გინდა ახლა ცეპლენას მოუჭირე. ხო. და წინატოროს ორი თითით. დავაი, გავაჩერე, ცეპლენას არა უშვა ხელი. და იმისთვის რომ ეგრევე ჩაქრო, შეგიძლია რომ აი კომფორტულად ეს ვერათითი მიარტყი. სიჩქარეში ვტოვებ, ხო ჩვენ? შეგიძლია ჩატოვო, მიდი მიარტყი. და ესე ჩაქრე, ახლა გავუშვი, არსად არ წავა. ეხლა მინდა რომ რახან ესე კარგად გიჭიროს ბალანსი, მარტომ დაარტყა მთლიანი დიდი წრე. ოღონდ გაზი არ გაგექცეს. ხო. მარცხნივ, ნენელა. მეშლება მარჯვენა და მარცხენა. მარცხენა არის აქეთ, ჩემსკენ. აიცა. პირველი დაბლაა, ხო? ცეპლენიას მოუჭერე და ზემოდან ჩარტყი ძლიერად. დავაი. და დაალაგე ფეხები. დავიდა. გამოხედე? გახედე? აი ბიჭი, გახედე იქით? რაც შეიძლება მარჯვენა მხრიდან შედი რომ კუთხის აღება გაგიადვილდეს.
რო შეხვალ თუ არა მეორე ზოლზე ეგრევე გასასვლელს უყურე და ბაიკი თვითონ მოუხვევს. უყურე და მოუხვიე. გამოხედე გასასვლელს, გამოხედე. რუიანს გახედე და ბაიკი ხიწავა, ხედავ? ბაზარია. ხელით არ მიჭირავ, პროსტო გაზუგებ რა, ხელი მიდევს ურავ. ეს კადრში ჩამისვი თუ ისმის შემიხვა. გახედე, კარგად გახედე. ძირს არ დაიხედო, აი ხა გზაჯვარედის გახედე. აი, ხიტაო. ხო. ცოტა შორიდან შედი ახლა და გასასვლელს გახედე. და გააჩერო, გახვალ 1-2 მეტრის იქით გააჩერო. მიდი, C-პლენია, ტორმუზი. გასაღები ჩააქრე. ჩავაქრო? ხო, გასაღები. და ახლა ნოშკაუნა ჩამოწიო, მე დაგიხმარები. ხო, ჩამოდი. ეგ არის? ჯილოსავ A კატეგორია შენია. მართვის მოწმობა მაქვს. სულ ეს არის გამოცდა? სულ ეს არის. სულ, აი ამით გადიან ქალაქში. წავედი მაშინ. წოდი კატო. მოკლედ მართვის მოწმობა მაქვს რა. შიო, გა. სოლა ეხა ჩემი გაშვება ქალაქში. არ არის საშიში. ვაფშე. იდეის დონეზე რა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მოტო ინსტრუქტორი გიორგი ხუციშვილი. გიო, მადლობა ძალიან დიდი ესე ორიგინალურად რომ შემოხვედი. ვეცადე. რა ბაიკია მოტოა ორი სიტყვით გითხარი. ეს არის CB 350 Honda. დამწყებისთვის არის იდეალურია. იცოდა. Honda-ის ამბავი. მე Honda-ისტი ვარ. ხო? შენ რატო გადაიყვარეს Honda და რატო გადაჭექი ამ ფრანგულ ავტომობილებზე? იქნება Honda-ის საშუალება და იქნება. ისე რა მაინტერესებს გიო? ფრანგებს რა ყავთ რაიმე მოტოციკლეტის ელექტრო ყავს სხვათა შორის ეხა უშვებს Renault. Renault-ს თუ ყავს მაგალითად. კი, Renault-ის ელექტრო, რომელიც ნიკასი არ არის გათვლილი. სწორი საბოში. ვერ დაძრავს. გიო, შენს პროფესიაზე ვისაუბროთ, ხარ მოკლედ მოტო ინსტრუქტორი და აი რამდენად მარტივი არის, ასე ვთქვათ, ადამიანისთვის, ისეთი ადამიანისთვის, ვისაც საერთოდ არანაირი შეხება არ ქონია მოტოციკლებთან, რომ მოვიდეს, შეისწავლოს და აი რა დროს ჭირდებათ ხოლმე რა. ნახე მარტივი არ არის, იმიტომ რომ საბაიკრო სფეროში არსებობს სპორტსმენი ბაიკერი, არსებობს უბრალოდ რაიდერი, რომელიც ქალაქში დადის, არსებობს მოგზაური რაიდერი და არის მე მოტო ინსტრუქტორი. გადმოცემის უნარი უნდა კონდეს ისეთი, რომ სახიფათო ტრანსპორტს როცა უხსნი, რომ აი ეს უნდა ატარო, იმდენი ასწავლო, რომ მაქსიმალურად შეამცირო მისი ავარიის პროცენტულობა, მისი დაბნეულობა და ასე შემდეგ. ამიტომ ზოგ-ზოგ ერთები იბრალებენ ხოლმე, რომ მოტო ინსტრუქტორი ვარ და რაღაცა ახლა რა ვიცი ტრენჩი შემოვიდა ალბათ მოტო ინსტრუქტორობა და ანუ პროსტო სირცხვილია ერთი და მეორე კიდე ძალიან დიდი სახიფათო რამ შეიძლება შეიქმნა საქართველოში რომ უბრალოდ რენდომ ვიღაცამ C-პლენიაზე ხელის გაშვება ისწავლა და გადაწყვიტა რომ სხვა სასწავლოს ეს იქნება მეგობარი ნათესავი შეყვარებული თუ რაღაც რომ მე თვითონ ვასწავლი ანუ ეს არ არის სწორი ჩემ დროს რო ყოფილიყო მოტო ინსტრუქტორი დიდი სიამოვნებით მივიდოდი და რაც მე 20 წლის მანძილზე დავაგროვე ცოდნა მეცოდნებოდა 3 და 4 თვეში რო იძახიან ხოლმე ხშირად, ანუ გიოსაც მოსმენილი აქვს მეც, რომ აი მოტო არის ორბლიანი კუბო. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს? მოტო კუბო არ არის, ეს ფრაზა მოდის 80-90-იანებიდან, ნებისმიერ ძველი თაობის წარმომადგენელს რო კითხო, ვინც მოტოზეა დაჯდომილი, ყველა გეუბნება, რომ მოტო კუბოა. და ყველასთან მაქვს ხოლმე ერთადერთი შეკითხვა რა, აი სანამ მოტოზე დაჯდებოდი, ტარება იცოდი? და ყველას პასუხი რა რავი რა უნდა ამას ძმა და აქ ნაკერია დევს აქ რკინებით ააწვეს ფეხზე ანუ მართვა არის ის რა თხან პატარა ტრანსპორტია ახლა ვიზუალურად თვალი ხო ხდებიან გატყუებს რომ აი ადვილია რა ამას დავიჭერ ან ვერ დაიჭერ და უმრავლესობა ძალიან ბევრი დაიმტრა და ბევრი დაიღუპა და ამიტომ შეარქვეს რომ მოტოკუბოა და ნებისმიერი არამცოდნე მანქანის იქნება მოტოსი იქნება თუ თვითმფრინავის ნებისმიერ შეუძლია რომ თავისი ტრანსპორტი გახადოს კუბო ხო მაგალითად BMW რომელიც სტოლბაზე შეიძლება შემოიხოს ან ვაშლის ხეზე ავიდეს ანუ F22 რომელიც პილოტმა ვერ ამოატრიალოს ბრუნი ვერ გააკეთოს და დაიჭროს ცხვირით და აფეთქეს ანუ ეგეც კუბოა მაშინ ეგრე გამოდის როცა არამცოდნე ხარ ნებისმიერი ტრანსპორტი ხდება კუბო მანქანებთან ურთიერთობაში აი რა ხდება დღესდღეობით დღესდღეობით შევეხოთ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ მანქანების უმრავლესობამ მძღოლებმა არიციან რომ ჩემი დამუხრუჭების მანძილი. არიციან ჩემი აჩქარება.
არიციან ის რომ თუნდაც ძალიან ბევრი ყოფილა ის შემთხვევა რომ აი პროსტო რული გადმოუყრია და ამ დროს შეიძლება რომ აი გამოუცდელი თუნდაც გამოცდილი ისე დაიბნეს რომ აი პატარა გადმოკლით შეიძლება გაიწევს მაგრამ ისე დაიბნეს რომ რული დაიკეცოს ტორმუზი ზედმეტი მოუვიდეს და წაიქცეს და ვერ ითვალისწინებენ არიციან და მე მაგალითად მივესალმები რომ აი ხა საგამოცდო ზერო გადიან მანქანაზე თეორიაში ეწეროს მოტოციკლეთის რაღაც თეორიული კითხვები ელემენტარული რომ რა უნდა გაითვალისწინო როდესაც მოტოციკლეტი მოდის ტრასაზე და აი მე პირადად მე მანქანაზე ავტო ხო ავტომობილის მარტის მოსვლას საგამოცდოზე თეორიაზე რომ ჩაიწეროს რომ აი გაითვალისწინო მოტოციკლეტთან აი ბარსელონაში მაგალითად ვალდებულები არიან რომ უკიდურეს ზოლის მარცხენა ან მარჯვენა ზოლში იაროს მანქანა ნებისმიერ ზოლში რომ დატოვონ მოტოციკლეტის გასავლელი იმიტომ რომ იქ მოტოკულტურა ძალიან ჰაი ლეველზე აწეული ბევრი არიან ჩვენთან ჯერჯერობით მაგდენი არა ვართ მაგრამ ნელ-ნელა ვცდილობ რომ ყურადღება მივიქციოთ რა და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ მანქანის ზოლსაც თუ რაღაცა შეცდომა მოვა განაჩხუბით უთხრა აუხსნა სიტუაცია რომ მეგობარ რომ დამინახე რომ მოვდივარ მანქანივით ვერ დავატორმოზებ ანუ ვერ გაგატარებ ჯობს რომ გაჩერდე დაელოდო ამ ტრანსპორტს რომ გაიაროს უსაფრთხოდ და მე გაიარო შენ ანუ 2-3 წამი არაფერს არ გიწყვიტავთ რა მეგობრებო რა მართლა შეიძლება რომ ვიღაცამ უცებ დამეკეცო სრული და დაგიჯახო აი ავარიების უმეტესი ნაწილი რა დროს ხდება ხოლმე? ავარიების უმეტესი ნაწილი ხდება მაქსიმუმ 60 კილომეტრ სიჩქარამდე. დე. და რატო? ახლა გეტყვი. რაც უფრო ნელა მიდიხარ, მოტოციკლეთის ბალანსის დაჭერა უფრო რთულია. და უფრო წონას გრძნობ ხელებზე რა. რაც უფრო გასაძლევ, რაც დამწყებ ბაიკერების უმრავლესობას ემართება ხოლმე, რომ მაიტაც მა დიდ კუბადურას დავჭდები და ჩემით წავა. ცეპლენის ხეს რო გავუშვებ, მაღალი თორქით მიდის და ბალანსი ჭერს თვითონ. მაგრამ როგორც კი შენელება გიწევს, მთელი წონა ხელებზე გადმოდის და რთულია დაჭერა. ვიღაცამ გადმოგიჭრას, ზაღლმა გადმოგიჭროს, ქალმა გადმოგიჭროს, უკვე იბნები და წონას ვეღარ აბალანსებ და შეიძლება რომელიღაც მხარეს გადავართე რა. თან ტრანსპორტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტა გაზი მისცე, აი როგორც მანქანით ახლა აბგონზე რო გადიხარ, გადასწრებაზე რო გადიხარ, მოტოციკლეთის გაზ გადმოწე გადიხარ რა, უფრო მარტივია, მაგრამ რაც უფრო ნელა მიდიხარ, მით უფრო ბევრი ფაქტორია იმის, რომ დაგაბნიოს რაღაცამ, ვიღაცამ გადმოგიჭრას, ვიღაცა შემოგიძრეს, სარკეში ვერ დაგინახოს, ასე შემდეგ და დაიმტვრე, მაგრამ როცა ჩქარა მიდიხარ, ნუ ძალიან ჩქარა არ მაქვს, ხო ხტები, ანუ უსაფრთხოდ გადაადგილებას გულისხმობ. ეს არის მანევრი, სწორი მანევრი, რაც აგარიდებს დაჯახებას ან მანქანებს შორის გაჭრილტვას. ოდნავ ჩქარა გავლას. კიო, ძალიან მოხშირდა ჩვენს ქალაქში მანდილოსანი ბაიკერები უკვე. კი. საკმაოდ ბევრი არიან. საკმაოდ ბევრი არიან. კი, საკმაოდ. და მოკლედ, ხშირ შემთხვევაში ძალიან ისეთი კომენტარები არის ხოლმე მე ამ მანდილოსანი ბაიკერების მიმართ, მამაკაცების მხრიდან. და აი, როდესაც მოდიან შენთან მამაკაცი და მანდილოსანი ბაიკერი, ორივე გამოუცდელი. რომელი უფრო კარგად ითვისებს ხოლმე ბაიკს? ან მალე ითვისებს მამაკაცი. გვიან ითვისებს ქალბატონი. ქალბატონებს იმით გავამართლებ, რომ უმრავლესი ავარია თუ გინახავთ და ხო გაგიგიათ, მამაკაცების არის. და რატო? ქალი გვიან სწავლობს, მაგრამ იცის სად უნდა გარისკოს და სად არ უნდა გარისკოს და მაქსიმალურად ფრთხილად დადის. და სხვა აზროვნება აქვს რა, კაცები როგორ ვართ იცი? აი ხე მანქანითაც ეხლა რა ვაღიაროთ რა, რომ დავინახოთ გასწორდა ვაჟაზე სუფთა. და უნდა გავიარო, ჩავიწე. ქალი მაგას არ იცავს. ანუ ქალები უფრო გონიერები არიან მაგკო. ხო, გვიანი თვისებიან, მაგრამ გონიერები არიან, მაგას მაგალითად აი ვინმეს ქვია ალექსა. ალექსა ქვია ვინმეს რა. ანუ ვაჟაზე რო დგახარ და ალექსა. და მე ყაზბეგზე მე ჩამოევს. ქალი მაგას არ იცავს. ქალი მაგალითად ანასტასია. წყნარა გაივლის რა. აი ეგ პლუსი აქვს ქალებს. მაგრამ ვაღიარებ, რომ ზოგი იმიტომ ყიდულობს მოტოციკლებს, რომ ბავშვობაში ყურადღება აკლდათ რა. აი მართლა უმოც და უნდა რომ ამით ტრანსპორტით მიიქციოს ყურადღება. მაგრამ იმას ვერ ხვდები რომ ეს ტრანსპორტი კი ყურადღებას მიიქცევს, კარგია, მაგრამ არის გადაადგილებისთვის, მარტივად გადაადგილებისთვის. ეხლა ადვენჩერი ჩამოყავს, რომელთაც მინდა რომ ვიმოგზაურო. იმიტომ რომ ის პერიოდი ან როგორ არის, ამბანს რო სწავლ აბგდ-ებს და მე სადიპლომო სიცავ სადღაც ხო? ყველას უნდა რომ ეგრევე სადიპლომოდან დაიწყოს. ანუ დიდი კუბატურით. და აიტა რომ აი დიდი ხმა აქვს და შემამჩნიო რა ლამაზია სპორტია და რაღაცა რა და უიმე და ანუ იმას ვერ ფიქრობს ბიჭო ლოკაციიდან ლოკაციამდე წყნარად მიდი ალაგა ჩააჭირე თუ საშუალებას გაძლევს მანქანაზე საკეთებენ ეგრე რა და
არა იმიტომ რომ ბიჭებმა გოგოები დაკეროთ და გოგოებმა ბიჭები ააგდოთ, რომელსაც არ პასუხობენ. ანუ თავს რო იფასებენ ხოლმე რა, აი ვიღაცა რომ იცის და ამ დროს ესე ქვია, რა ქვია, რონალდინიოს შორტიკებით რო ზიან ხოლმე იმაზე მოტოზე რა. კი, რაც მე მგონი ყოველად დაუშვებელი არის შორტიკი. აი ეკიპირებაზე ერთი ორი სიტყვა. ხო, აი ეკიპირებაზე გეტყვით რომ კითხვა მაქვს ყველა ბაიკერთან, რატო ელასტიკი ან სპორტული სამოსი, ანუ ელასტიკი გოგოებზე და სპორტული სამოსი ბიჭებზე და არა ეკიპირება. მესმის რომ ხიმშიაშვილმა თქვა რომ პატარა მანძილებზე გადავადგილდები და ეკიპირებას ვერ ჩავიცმევ, აი ამდენი წელი დავდივარ და სულ რომ მაღაზიაში მომიწევს გადასვლა, ჩემი თავი მიყვარს. ერთი პლუს კიდე მოტოინსტრუქტორი ვარ და როდესაც ამდენი ნახვა გაქვს, ამდენი გამომწერი ყავს და ვიღაცა ინსპირაციას იღებს, შენ ძალიან ბევრი მოსულა და ისა ვიღაც გოგო მოსულა ხიმშიაშვილის ვიდეო უჩვენები და უთხარი ის რომ აი ესე მინდა რა, ესე რა გინდა? ეს რა გინდა? ეს რო დადის რაღაც რო კადრები აქვს, ესე დადის ლამაზი კადრებია. ხოდა აი ესე რა, აი შავი ბაიკი, სულ ჩაბურული, შავი ელასტიკი, შავი შლემი, შავი ვიზორი, ან ბეტმენი ხარო, ესა შავი ყველაფერი. მაგასაც ვიტყვი რა, როგორც ეკიპირება სავალდებულო, ასევე სავალდებულოა რომ განსაკუთრებით დამწყებებმა გაითვალისწინონ მოტოციკლეტის ფერი. მაქსიმუმად ვეცადოთ ეკიპირება ჩაფხუტი და მოტოციკლეტი იყოს შესამჩნევი. ხო, რომ ადვილად დაგინახოს. რა, ადვილად, ხო, რა თქმა უნდა რა, მე მაგალითად ყველას ურჩევ. და ყოველთვის ვიძახი რომ მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს რომ მოტოციკლეტის მართვა შენ თავზე გამოვცადე ეგ. კი ბატონო 10 წუთში დაკოქილ მოტოციკლებზე არ მჟავარ არასდროს ესე რა. 10 წუთში საგამოსტო მანევრები ჩავაბარ. ჩამხრალზე? ჩამხრალზე კი. მოგეთ მოვიდა და უთხარი რომ მეთქი აი 10-15 წუთი დამჭირდება იმისთვის თუ მექანიკა მანქანის ტარება იცი და ველოსიპედსაც კარგად ატარებ ეგეთ ადამიანებს სჭირდებათ განა 20 გაკვეთილი. აი 10-15 წუთი სჭირდება რა. მოვიდა დავმტკიცე 15 წუთში საგამოცდო მანევრები ვასწავლე და ხვალ ზეგ თუ დღეს თუ რავი როცა უნდა წავიდეს შეუძლია რომ ჩავარ. მოტოციკლეტი როგორ გძნობს თავს იმის შემდეგ რაც შელიაიჯდა. ოფლიანობს. მე ვეუბნებოდი რა ამაში არ გაყუნოთ. სხვათა შორის მყავდა იქიმთან წაყვანილი მოტოციკლეტი და იქ მითხრეს რომ წელში გაწყდა და აი ცოტა არ წუხერს. და აი გაწერია. შელიას რა მოტოციკლეტი მოუხდებოდა? კრუიზერი აი ჩოპერი რამე ის. ანუ ეგ არის კრუიზერი, ჩოპერი, გადაკეთებული კასტრუმ, ის არის. ჩოპერი აი მაქსიმუმ 3-4 დადის საქართველოში რა. კრუიზერი, ეს იქნება Honda Shadow, ეს იქნება Yamaha, ну, ნებისმიერი Harley თუ ასე შემდეგ. მე პირადად Harley არ მომწონს, მაგრამ აი Honda ყველაზე გამძლე არის, Hondisти ვარ და აი მაგრად გასიამოვნებს რა, სირბილეს უკეთესი აქვს ვიდრე Harley-ს და უფრო დიდხანს შეუძლია რომ იმუშაოს ესე გაძლოს რა და უფრო მეტი რესურსია. დამწყებს რას ურჩევდა? სტრიტით დაიწყო. სტრიტ, იმიტომ რომ სტრიტის მოხვევის მანევრი, აი ხლა მინდა რომ მაყურებელს ვაჩვენო. აი, ნახეთ, მოხვევის მანევრი აქვს ძალიან დიდი. ნახე კუთხე. სპორტს, ყველა სპორტს ბაკის ქვემოთ აქვს რული. და მოხვევის კუთხის დროს რული აქედება და ვალდებული ხარ რომ გადაყვე მოტოციკლს. და ქალაქში რომ სპორტით გადაადგილდებიან, ну, ბევრი შემეწინააღმდეგა ვიდეო რო დავდე რა, ვისაც უნდა რითი იაროსო და თელი ამბები და ის არის, რა ქვია, სპორტით ვერ გადაადგილები, ანუ მანევრი გჭირდება და კარგი გამოცდილება გჭირდება. ყველა დაგურავს. სპორტის ძღოლის 90% დაგურავს. დაწერეთ კომენტარებში, ახლა ვიღაცები ახლა ახტებიან, გაიკვანძებიან, მე ეგ მევას გავიგე რომ კევასება, გავიგე რომ მოგწოს, მაგრამ მანქანის ძღოლს ვეკითხები, ფორმულა 1-ით გამოდიხართ ქალაქში. სპორტით იარე, თუ ამას შენი ქალაქი და შენი ქვეყანა გიწყობს ხელს. ანუ ადვენჩერის ქვეყანაში ვცხოვრობ პირდაპირ მნიშვნელობით თააგორები და ეგეთი რაღაცები ვაქვს და რა გინდა რომ ეს 1000 ერერით ყაზბეგში გამოყვე და გზაში არ დაიღალო? ყველა სპორტის რეაქცია, იცი რა არის მძღოლების, ოღონდ არ გეტყვიან. და გავაკეთე. გადმოვიდა მოტოდან და სკამზე უნდა ჩამოჩნდეს რა. ხო ესე ზიან სულ. აი როგორც კი ჩამოჩნდება, ყველას დააკვირდით. მოიჩვა რა, დაღლი, მაგრამ არ აღიარებენ რა, დამღლელია სპორტი. მყავდა, დავდიოდი, დამღლელია. კი, ადრენალინი აქვს, დამაზია. აუ, სიჩქარე, კი ბატონო. არ გიწყობს ხელს. ხო. არც შენი 600-იანი, არც შენი ლიტრიანი. როდესაც შემიძლია რომ აი ხა 350-ით მოვიდი თქვენთან. ძალიან თავისუფლად გადავადგილდი. გიო, ბარსელონა ახსენე მოტოკულტურის კუთხით, რომ ძალიან განვითარებული არის. აი, საქართველოში შენ როგორ ფიქრობ, აი რა დრო დაგჭირდება, რომ აი ეს მოტოკულტურა უბრალოდ ადამიანის გონებამდე რომ მივიდეს, რა არის სწორი, რა არა სწორი, აი ეს ყველაფერი რომ განვითარდეს და აი რაღაც ეტაპამდე მივიდეთ. ჩემი საზრით პირველი გამოსასწორებელია მოტო გამოცდა.
როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. გასართულებელია თუ გასამარტივებელი? გასართულებელი. ზარმარტივია. აი, რა გაამარტივა ბავშვებს. უნდა გაართულონ ძალიან ბევრ ქვეყანაში არის რომ სპეციალური კურსი უნდა გაიარო იმისთვის რომ შენმა მასწავლებელმა საბუთი მოგცეს რომ გამოცდაზე გახვიდე. სადაც ძალიან ბევრი მანევრია ჩასაბარებელი რაც ქალაქში გამოგადგება. ეხლა ჩემი მოტოსკოლა დარწმუნებული ვარ და 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთი სკოლაა რომელიც 1, 2 და 3 გაკვეთილის გამო არ იყვანს მოსწავლეებს. ჩემთან არის კურსები 7 გაკვეთილიანი, 12 გაკვეთილიანი და 3 თვიანი კურსი. 7 გაკვეთილიანს უტარებ იმ ადამიანებს, ვინც მოტოზე ზის და ასე თუ ისე სკილების მომატება სჭირდება. 0-დან ვაწყებინებ 12 გაკვეთილს და ვისაც უკვე პროფესიონალურად უნდა რომ ჩემსავით გადაადგილდეს ქალაქში, უკვე 3 თვიანი პროფესიონალურ კურსს უტარებ. იმისთვის რომ ეს კულტურა განვითარდეს, როგორც სწავლების თემაზე დავარწმუნოთ ადამიანები, რომ სავალდებულოა მეგობრებო, რომ გამოცდილმა ადამიანმა ჩაგიტაროს გაკვეთილი და ისწავლო ელემენტარული და აგიხსნათ გავითვალისწინოთ, ასევე მანქანის მძღოლებშიც უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს მოტოციკლეთის მძღოლებს და მოტოტრანსპორტს. როგორც წეგან თქვი თეორიული, ასევე პრაქტიკული. მე მაგალითად მივესალმებ იმას, რომ მანქანის მძღოლი ნებისმიერ ვისაც სრული გაქვთ მეგობრებო, ამოდით დაგხვდეთ მანქანაზე, მოტოციკლებზე დაგხვდეთ და განახებთ რა არის მოტოციკლეტი. და ქალაქში რომ გადაადგილდები, უკვე სხვანაირად უყურებ რა გარემოებას და სხვანაირად აგიქვავ. ამისთვის არის საჭირო რომ ეს ყველაფერი კულტურა განვითარდეს. მინიმუმ 50 წელი არაფერი არ გვეშველება თუ ამ ყველაფერს არ გამოვასწორებთ. განათლების სამინისტრო უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ სფეროში გადაადგილებათ. როგორც ბატონი მეულუდი იტყო და იმდენი ბაიკერი მომრავდა უკვე და ნელ-ნელა იზრდება, რომ ინდოეთს დავისგავსებითო. გაჩერდება ქალაქი მანქანებით, ხო, ეგრეთ ხო, მეულუდმა ეგრეთ ხო. ინდოელებს დავისგავსებითო, ხალხი ყველა მოტოზე იჯდებაო. და წარმოიდგინეთ ერთ სეზონზე მინიმუმ 1000-2000 კაცს ვატარებ. 1000-2000 კაციდან 1500 კაცი მაინც ყიდულობს მოტოციკლეთს და დღემდე დადის. აი ხა მე მაგ შენთან ესეთი კითხვა რა, მე ხო გავიარე შენთან ეგ გაკვეთილი რა. ერთი გაკვეთილი ჩამიტარა, იმ გაკვეთილში, რა ვიცი, მარცხნივ ის ჩვეულებრივად გავიარე. აიღე მოკვეთა. აი მე მაგალითად შენთან ერთი 10 ჯერ მოვედი პირობითად რა. შემილია ხო რომ ლიტრიანზე დავждე ვიარო როგორც მინდა. რა ლიტრიანზე ბიჭო ხო არ არა მინდომა ლიტრი. რატო? არა, ძმაო, რა ნელა თუ იული კონკრეტულად რა ლიტრია, ვერ იული ნელა. არ არსებობს ეგ ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ მაგარი დასტოინი ტიპი ვარ და 1000 კუბადურიანზე დავждები და ნელა ვილ. ფერარზე რო დაგსვა, სადმე არ ჩააჭე? რა ვიული ნელა რა. შენი თქვენი განვითარებული ვარ. ნახე, ამას რო გადმოწევ პატარა კუბადურაზე და 40-იც წავა. სანამ 40 აკრეფა, შენი ტვინი ხო უნდა მიხვდეს, აი ვიღაცამ გადმომიჭერა რაღაცა რეფლექსები ხო უნდა ქონდეს და უცებ პირველივეზე ჯდები ლიტრიანზე გადმოწევ 160-ით მიდის. გაგიქნია უცებ რა არიცი რა უნდა ქნა. შეიძლება ტორმოზის ნაცვლად ისევ გაზი მოუმატო. ან ხელი დაგშეს და დაიმტრო და თავი მოიკლა. და მე წადი და ვიარო. ეხლა ბოლო გზას გავაცილოთ, ბაიკი უყარდაო. თუ გიყვარდა ბაიკი გეყიდა დაბალი კუბადურა და გეარა წყნარად. ხო, მაგრამ არ მინდა იქნება ეს დაბალი კუბა, მინდა რომ აი ბევრად უფრო ლამაზი ხო არის. ხო. არ ბევრი ხო დგება პირდაპირ ყიდულობს ეგრე რა. არ გინდა და ნუ გინდა რა ვაფშე არ მინდა ძმაო ეგეთი ბაიკერები მაგ საქართველოში. ეს კულტურას ვერ გამითარებ. ერთი ისო კუბები ევროპიდან რომ მაგას თუ გამითარებ ხოლოდ აი ლიტრიანიც რო დაიწყო. ხო, მაგრამ აი რეალურად რო ავიღო. ბიჭო დამანებე თავი რა რეალურად უნდა აიღო ლიტრიანით გინდა დაიწყო? რატო არა? რატო უნდა დაიწყო ლიტრიანით? მომწონს ვიზუალურად ლამაზია. ბიჭო მოკვდები. ნელა თუ იული რა დაგემართება? მე შეგასვენებაში არ მოვა. აი ძალიან გინდა ნელა თუ ივლით რატო არა? ვერ ივლი ნელა ლიტრიანით ვერ ივლი. დიდი ძრავია. რატო ვერ ივლი? წყალს აგიწევს მოგთხოვს რომ გადართო და გაზი მისცე. ისწავლი მე რა ის ისწავლი ბიჭო არ გამაგიჟო ახლა ნერვებს ნუ მის. ნახე მომისურე საბაიკრო სფეროში ძახა რომ ვისაც უნდა იმით იაროს რა არ მაინტერესებს რა ვისაც უნდა იმით იაროს. ხო არის სწორი ეგ. არა. რატო არ არის? რა არის სწორი ლიტრიანის პატრონს მაგას ვერ გაგებია. ბიჭო ხო მაგრამ მომისმინე სხვა რაღაცას ვიძახი რა. ანუ რეალურად ანუ მომწონს მინდა ნელა თუ იული და თუ დავიწყე ხა 10 გაკვეთილში პირველ გაკვეთილში რეებიც ვაკეთე და როგორც ვიარე 10 გაკვეთილში ბევრად მაგარი შედეგი ხომ ექნება. ხო და წავალ იმას ვიყიდი მივეჩვევით არა იმით დავიწყებ რაც უფრო ახურულოედანზე აკეთე შენი ყველაფერი. ხო მაგრამ რაც უფრო რთულით იწყებ რეალურად მე ხო უფრო უკეთესი სკილები გემატება და გემატება. მომისმინე ზოგ-ზოგიერთებით რო აზროვნებ რომ ვაინტა ლიტრიანი მინდა ძმა და ეგრე ხო ძალიან ბევრი დავმარხეთ მაგის გამო რომ ლიტრიანი უნდა და გამიტრუხდა და რა გაგიტრუხდება ბიჭო რა ტარება იცი მოიდი ქალაქში იმდენი ისე რა გონება გასაფანტი მანევრები იქნება და ხალხი მანქანა ძაღლი ცხოველი ძროხა რა ვიცი მე რომ მოკვდები და ეგიდა რომ იყიდო ვერ ივლი ნელა ძმაო ივლი რატო აუ ვაფშე აზი არა ხართ ეს მანქანის გოლებს ვაფშე სად მოვდივარ
ნუ ამით გასრულებით დღეისათვის ეს იყო მომავალ შეხვედრამდე. გამოდი